აფხაზეთის პოლიკლინიკებში ფართო მასშტაბიანი რებრენდინგისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური რესურსების სრული განახლების პროცესი იწყება. პროექტი უპრეცედენტოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სისტემისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით ინიციატივის დასაფინანსებლად გამოყოფილია 2 მილიონი ლარი, ხოლო დამატებით 1 მილიონს აფხაზეთის მთავრობა საკუთარი ბიუჯეტიდან გამოყოფს. პროექტის დეტალებზე სამუშაო შეხვედრა აფხაზეთის მთავრობაში გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტის დეტალები და შემდგომი ეტაპები. პროექტი ითვალისწინებს არსებულ ინფრასტრუქტურაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, მომსახურების ხარისხის ამაღლებას და დევნილი ბენეფიციარებისთვის კომფორტული და უსაფრთხო სამედიცინო გარემოს შექმნას. სურს დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბატონ ირაკლი კობახიძეს გაწეული მხარდაჭერისთვის ცენტრალური ხელისუფლებიდან 2 მილიონი ლარი გამოიყო დევნილთა პოლიკლინიკების აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელების კუთხით, დამატებით 1 მილიონი აფხაზეთის მთავრობის ბიუჯეტიდან, ჯამში კი 3 მილიონი ლარი მოხმარდება ჩვენი დევნილთა პოლიკლინიკების გაუმჯობესებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღონ ღირსეული სამედიცინო სერვისები და ღირსეულ გარემოში, რომელსაც უზრუნველყოფს უკეთესი ინფრასტრუქტურა და გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა. მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრ და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისათვის. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ჩვენ შევძლებთ მეტი ჯანდაცვითი პროექტის განხორციელებას, რაც შესაძლებლობას მოგცემს ღირსეულად უპასუხოთ ყველა გამოწვევას.